მოგესალმებით. North Mountain-ის ახალი მოდელები ჩამოვიდა ისევ, სიტყვით ალბათ შეჭამეს twin-ი ამ North-ებითო, მაგრამ სულ უშვებენ ახალ დანებს რა. ეხაც ორი ისეთი მოდელია, რომ ჯერჯერობით სახელიც არ აქვს დარქმეული და ანუ მაგაზე მერეც მოგახსენებთ კიდევ რა. 1-2 ძველი მოდელი მეორდება, რამოდენიმე ახალი, რაღაცა მედაგიოს გემონები ჩერჩეულები და სამ პერიოდში სანამ ეს დანები ჩამოვიდა, კიდე სიახლეები დაანონსეს და კიდე გამოვიდა რაღაცები და მოკლედ არ გავჩერდებით, სულ შევუკვეთავთ, იმიტომ რომ მაგარი ბრენდია და კარგი რაღაცეებს გვიგზავნიან. სანამ დავიწყებ დანების განხილვას, თავს რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვეხმაროთ განვითარებაში, ჩვენზე სიახლეები იყოს, არ არის პრობლემა დანებით მოგამარაგებთ და დავიცი. მივყვეთ ვაკეთოთ ეს კარგი საქმე რა. პირველი მოდელი მოდი დავიწყოთ. ჩოპის ჩოპორი ბათონლოგზე შავი ჯიათის ასეთი ლამაზი თამსტადის რომელიც გილზის თავს გავს გაჩვენებთ ვიდეოში ახლოდან ჩამკვეთი სისტემა როგორც ვითხარით ბათონლოგი და ფოლადი SLD Magic რომლის ფინიში ცხელით არის გაკეთებული და ძალიან ლამაზია და ძალიან პრაქტიკულია სუფთა იაპონურ სტილშია შესრულებული ფოლადის იაპონურია და მოკლედ ძალიან საინტერესო და ისეთი საშუალო კლასის არ ძალიან ზვირიანი უფრო ბიუჯეტური ძალიან კარგი დანაა და შეფუთვაზეს მოდი ვისაც წინა ვიდეოები არ უნახავს გავამახვილებ ცოტა ყურადღება გაჩვენებთ მით ლამაზ ჩასადებს ამის გარდა კიდევ დავის ხუთში და სადაც სახელი ბრენდი ყველაფერი წერია და რაღაცები მოყვება კიდეს მოკლედ ძალიან კარგი მოდელია ეს ჩვენი ჩოპორი და იგივე ჩოპორის ზომე ჩამოვიტანეთ აი ესეთი ლამაზი ალუმინის ტარით ესეთი მაგარი დაფერვით და ფოლადი ამ შემთხვევაში აქაც SLD Magic გვაქვს მაგრამ შავი დაფარვით არის შავი მირო დაფარვით რაც ძალიან მოუხდა ასევე თეთრი ძალიან მომწონს მაგრამ შავმაც მოკლედ მოლოდინს გადააჭარბა და ძალიან კარგია და მით უმეტეს ამ რაღაცა ღია მწვანე ფერის ტარში ვფიქრობ ძალიან გემოვნებით და კარგად ზის და საერთო ძამში ძალიან ეფექტური და ისეთიდან არა მაშინ რომ ყურადღებას მიიქცევს და რავი ესეც სამდანის ერთ-ერთი მთავარი პლუსია ვფიქრობ შემდეგი ჩოპები გამოუშვეს კიდევ crossbar lock ჩამკეთ სისტემაზე ისინი button lock-ი იყო როგორც ვნახეთ ესენი არის crossbar-ზე ფოლადი გვაქვს D2 ფირსტრანებია სხვათა შორის ეს ორივე აგერ შავი ფერიც გვაქვს და მწვანე მიკარტითაც და ლიმიტირებულია ეს არის რიგით 23 და ძალიან ესეც არ იქნება ძვირი ეს დანა ფასი ეხა ნამდვილად არ ვიცი მაგრამ დაიდგება დღეს ხვალ ჩვენ საიტზე და ნახავთ რომ დამერწმუნებით რომ ძალიან საკმაოდ ბიუჯეტური და მაღალი ხარისხის ძალიან კარგი დანებია მექანიზმს როგორც ხედავთ ძალიან ისეთი რბილია კარგად მუშაობს და სასიამოვნოც გია და ხელში სათამაშოდ გარდა იმისა რომ ფუნქციური და ძალიან მაგარია და დიდ დატვირთვებს უძლებს შემდა გასაკვირად დევს რამაც საიწესდებს ამათი ტესტები და ჩვენც ვესწრებით რომ არის შემოგთავაზოთ და გაჩვენოთ და მოკლედ გაუცებული ვარ ამ დანების გამძლეობით ერთი შეხედვით არ ჩანს ისეთ ძლიერ ამტას როგორც თქვა ტრაილ ლოკია და რაღაცა მაგრამ ნუ ხარისხზე როცა არის ბრენდი ორიენტირებული აქ უკვე ეგათვლებიც არის რა თქმა უნდა და აქვე არის კიდევ chop flipper-ი რომელსაც აქვს front flip გახსნის მექანიზმი როგორც ხედავთ ესეთი მაგარი iron wood-ის ტარი ულამაზესი ნაწილი არის ეს სკინის ხეზოგადა ძალიან ლამაზი ხია ნახეთ ძალიან კარგი უზორები აქვს და ნახატები თითქოს რაღაცა არაბუნებრივს გავს მაგრამ ძალიან ლამაზია ფოლადი ამ შემთხვევაში SLD Magic-ი გვაქვს ასეთი ხელით დამუშავებული ფინიშით და ძალიან ლამაზია და ძალიან პრაქტიკულიც არის რა აქ ხაზობს მოსწონს ეს ჩამოშლული ვადაჯვარი ესეც მოწონს მაგალითად და ფრონტითაც ამშვენი რომ თამაშობ კარგია ძალიან ხელში მოკლედ ეს დანა ახლა კი გადავიდეთ აი ამ კლასიკურ მოდელზე slip joint-ია ეს დანა ესე ორი ხელით ხდება მისი გახსნა და კეცვა ციგრძეზე გაკეთებული სატინი M390 ფოლადი ну Swift-ია ეს მოდელი ამას წინაც გქონდა უბრალოდ ეხლა კიდე ჩამოვიდა და მინდა რომ მაინც გაგიზიაროთ იმიტომ რომ განსაკუთრებით მომწონს ეს დანა მისი დიზაინი თავისი სისადავით ცოტა აგრესიული წვეტით და ძალიან პრაქტიკულობით თხელია ეს M390 ფოლადია და როგორც გითხარით და საკმაოდ თხელია დაახლოებით მილიმეტრ ნახევარი და გაიჭირს ალბათ საოცრად და სასწაულად ხელშიც რა თქმა უნდა კარგად ზის უნაკლოდაა შესრულებული ყველა დეტალი ხელში ჩასმები ყველაფერი მოკლედ სასიამოვნოდ გაგაოცებთ რა აი ესეთი მაგარია ეს ჩვენი Swift-ი და ეს ხლა კი უნდა გადავიდე იმ ახალ მოდელზე რომელშიც თავიდან მოგახსენეთ ჯერჯერობით სახელიც კი არ ვიცით როგორც გითხარით ეს მოდელი slip joint-ია აქ გვაქვს ტიტანის ტარი აქაც ფოლადი M390-ია Jellyfish-ისა და North Mountain-ის ერთობლივი შესრულებით არის ეს დანა მათი საერთო დიზაინით და აი ამ სადა ტიტანში ჩასმული ეს კარბონის ულამაზესი დეტალი რავი დამეთანხმებით რომ დანას რაღაც ამრავალფეროვნებს დიზაინიც ისეთია კლასიკურ დანებს
ვისგან ცოტა განსხვავებული, ცოტა ისეთ drop point-ი პირზე სხვადასხვა დაშვებები, სიგრძეზე სატინი, სადა დახვეწილი კლასიკური დასაკეცი დანა. ძალიან საინტერესო და მაგარი ტიპია ესეც. წონაც საკმაოდ არ არის მსუბუქი, ვინაიდან ტიტანის საკმაოდ სქელი ლაინერები გვაქვს, მაგრამ ძალიან უხდება რა. მძიმეა და შემაწუხებელია ვერიტყვი მოკლედ და აი ესე ორი ხელით ხდება მისი დაკეცვა კლასიკურად. მოკლედ ესეთი მაგარი ტიპი. და შემდეგი ასევე ახალი მოდელი უკვე Bauntine-ისა და North Mountain-ის ერთობლივი დიზაინი გახლავთ. სუფთა იაპონურ სტილშია ესეთ შესრულებული, ესეთი ძვლის სკეილებია, რომელიც ძალიან ლამაზია, თეთრი ფერის და ფოლადი ამ შემთხვევაშიც M390 გვაქვს ესეთი ულამაზესი პირის ფორმით. Front flip გახსნის მექანიზმი როგორც ხედავთ, ძალიან კარგად, ძალიან მარტივად მოყვება ხელს და სასიამოვნო სათამაშოა, თან სადაა, თან დახვეწილი. და თან რაღაცა ეს იაპონური სულიც როდევს სამდანებში და ამ მოდელში კიდევ განსაკუთრებით, რავი, ძალიან მომწონს და ხიბლავს მიპირადად და ვფიქრობ, ესეთი არა ყველა გემოვნებაში უნდა ჩაჟდეს ისეთი დანებია რა. და კლასიკური და ცოტა აგრესია მაინც ყველა დანაში დევს რა და ვფიქრობ საინტერესოა ამ თავის ხასიათით ეს დანები. ახლა გათამაშებაზე მოგახსენებთ ორი სიტყვით მეგობრებო, წინა ვიდეოში ჩავწერეთ, ახლაც გავმეორდები. ესეთი რაღაცა მოვიფიქრეთ მე და გიო. ამ თვეში მარტის ბოლომდე, ვინც ჩვენთან რაიმე ნიუს შეიძენს, ყველას გადაეცემა ესეთი გათამაშების ბილეთი, სადაც დატანილია ნომერი, ნუ 01-ით იწყება. დაიწერება სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ჩავარდება ამ პატარა აკვარიუმჩიკში და მეორე ნომერს გავატანთ იმ ადამიანს. შემდეგ თვის ბოლოს 3 მათგანი გამარჯვებული, ვინც გამოვლინდება, შემთხვევითობის პრინციპით, ამაზეც ან ლაივში ავწერთ, ან ვიდეოს და გაჩვენებთ რა. მოვიგებთ, დავურეკავთ იმ ხალხს და გავახარებთ ესეთი პატარა საჩუქრები მოვიფიქრეთ რა. პირველი ეს Raventrest-ის დანა, მოგხსენებათ ამერიკული ბრენდია, დამზადებულია ამერიკაში, OTF-ი გახსნის მექანიზმი, საკმაოდ კარგი ხარისხიანი დანა და OTF-ი მექანიზმები ძალიან უყვარს ყველას რა, ესეთი ლამაზ მაგარ ფერებშია და ვფიქრობ საინტერესო და კაი ტიპია ეს დანა, გვაქვს ესეთი ტყავის ხელნაკეთი, საფულე მოგხსენებათ მსგავსი ნივთებიც მოიპოვება ჩვენს მაღაზიაში. და კარგადაა შესრულებული ძალიან ბევრი ესეთი საბარათეები, საბარათი ჯიბეები, სახურდე და ქეში შესანახი, ესეთი სტანდარტული დიზაინი ავარჩიე, კლასიკური, რაც მეტნაკლებად ყოველს გემოვნებაში ჩაჯდებოდა, თორე გვაქვს მაღაზიაში კიდევ განსხვავებული მსგავსი ტყავის ნივთები და აი ესეთი ჩვენი ახალი ბრენდის Free Tiger-ის დასაკეციდან ავარჩიეთ კიდევ ძალიან ლამაზი, ესეც სადა ფორმა შევარჩიეთ, რომ ვიმჩელოთ, როგორი ჯობდა გაგვეთამაშები, ესეთი რომ მეტნაკლებად ჩამჯდარი იყო ყველა გემოვნებაში და ყოფილიყო პრაქტიკული, ესეთი დანა ავარჩიეთ. მიკარტა სტარია, ესეთი ლამაზი საკიდი, კარგი პირის ფორმა, D2 ფოლადი, შავის თოუნოს დაფარვით და ვფიქრობ ესეც მოეწონებათ ჩვენს მომხმარებლებს. ხო, ყოველთვის ვცდილობთ და გვინდა რომ გავახაროთ და ისე გავახაროთ ჩვენი ხალხი, რომ დარჩენ კმაყოფილები რა თქმა უნდა. ნუ პირობებს რაც შეეხება, როგორც გითხარით. ნივთი უნდა შეიძინოთ ჩვენთან და გქონდეს ჩვენი არხი გამოწერილი YouTube-ზე, TikTok-ზე, Facebook-ზე. სულ ეს იყო, დიდი მადლობა და წარმატებას ვუსურვებ ყველა ჩვენს მომხმარებელს. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ მოდელზე, როგორც ვიცით, წინაზეც ჩამოთვალეთ ჩვენ რამოდენიმე მაგარი დიზაინერი, ვისთანაც თანამშრომლობს, ჩვენი North Mountain-ი და აქაც Nemoto Sakura Blade-ის ერთობლივი მაგარი მოდელი უნდა წარმოგიდგინოთ, ოღონდ ბიუჯეტური ვარიანტი. თუმცა გვაქვს უფრო მაღალი კლასი და იმასაც რა თქმა უნდა გაჩვენებთ. ეს ბიუჯეტური პირველი ვერსია მეგობრებო, ესეთი ერთი შეხედვით ძალიან, არსებობს ამ დანის ძვირიანი და მაგარი ვერსიაც და იმიტომ და იგივე არის გადმოღებული შედარებით ბიუჯეტური მასალებით. აქ არის გამოყენებული ფოლადი, ალუმინი და ფოლადი ტარის მასალა და ალუმინი, რკინა და ფოლადად იაპონური აუსრვა და უფრო ძვირიან ვერსიაზე არის უკვე ZDP-3 წარმოდგენილი და ტიტანი, ცირკონიუმი და მაგასაც გაჩვენებთ მოკლედ. აქ ესეთი კარბონი გვაქვს მოკლედ, ალუმინი, ნუ მიუხედავად იმისა, რომ არ არის რაღაცა პრემიუმ კლასის მასალები, თავის კლასში, ბიუჯეტური იქნება ეს და არ იქნება ძალიან ძვირიანი. ვფიქრობ იდეალურად ამართლებს რა, ვისაც არ აქვს თქვა იმის საშუალება რომ გადაიხადოს 1500-2000 ლარი დაახლოებით მახსოვს ზუსტად არ მინდა რომ რაღაც აუსდე ძალიან. ამისი არა ბიუჯეტური სფასი დაახლოებით ხო არ გახსოვს? 250 ლარამდე რა ვფიქრობ იდეალურია რა. ზუსტად არ ვიცი თუ კაცრავად მეგობრებო, მაგრამ სულ 1-2 დღის ამბავია და დაიდება ეს დანები საიტზე და მარტივად ნახავთ Blades-ში შეგახსენებთ ჩვენს ვებგვერდს პარემ. აქვე და რავი ამ ფასში ვფიქრობ ერთ-ერთი იდეალური და კარგი ვარიანტი იქნება ეს და უფრო მაღალი კლასის და უფრო ძვირიანი, აი 1300 ლარი გიომ რაც გითხრა ეს მოდელი ამის ფასი უკვე ვიცი, იმიტომ რომ გქონდა ჩამოტანილი.
ეს დანა, რატო გვერდს ახლა ეს 250-მდე ზუსტად არ ვიცით, ნახოთ დაახლოებით მაგის ფარგლებში და ეს 1300, მაგას ახლავე მოგახსენებთ. ეს უკვე custom ვერსია, არ არის სერიული, სულ დამზადებული 120 ცალი ლიმიტირებულია, ფოლადი გვაქვს ZDP Sunmei, რომლის სიმტკიცეც როკველი 65-67-მდეა ნაწრთობი, ტარის მასალა ეს ულამაზესი კარბონი, ცირკონიუმი, მეორე მხარეს ტიტანი და ასევე ცირკონიუმის საკიდი. Sakura blade და ნემოტოს ერთობლივი ნაკეთობა და ამდანაც კიდე მოყვებოდა როგორც მახსოვს, აქ არ მოგხსენებთ გაჩვენებთ, ესეთი ტიტანისავე კარამბიტად კეთდება. აქ ხელით შევსებული საბუთები, ყველაფერი ეწერია ის რომ ლიმიტედია. მოკლედ გარდა იმისა, რომ ესეთი სადა კლასიკური და დახვეწილი დანა, შეგვიძლია ეს დანა გადავაკეთოთ ტაქტიკურ დანად, შევცვალოთ ეს backspacer-ი და უკვე სულ სხვა ამბავია და ხასიათი ციცვის ეგრევე და ესეც ხომ კარგია, გასართობიც არის და ფუნქციურადაც რა თქმა უნდა ძალიან ეცვლება მოკლედ ფუნქცია და ესე ძალიან კარგი პლუსია ამ დანის რა. ხო, მე სამ დანაზე ცოტა სიტყვა გამიგზელავ, იმიტომ რომ განსაკუთრებით მომწონს და ასევე კიდევ ერთი მაგარი მოდელი ჩამოვიტანეთ, Zen-ი ქვია ამ დანას. აქტოვანებული ვარ ამ დანითაც მინდა გითხრათ, დააკვირდით ჯერ და არის მასალას ტიტანია როგორ მაგრად შესრულებული რა ლამაზია, kickstop-ის გახსნის მექანიზმი გვაქვს, ფოლადი ამ შემთხვევაში ZDP 199 Sunmei-ია, აი ესეთი მაგარი უხეში გრაინდებით და დაშვებებით. Lee Williams-ი გახლავთ მეგობრებო ამ დანის დიზაინერი, რომელმაც შექმნა kickstop ჩამკეტი მექანიზმი. Kickstop-ი რა არის წინაზე მოგახსენეთ, მაგრამ გამეორდები, ვისაც არ უნახავს, აი ეს ფლიპი გახსნის მექანიზმი, გახსნის შედეგად ცალკე მექანიზმი აქვს და გახსნის შედეგად იმალება და აი ექვევით აღარ გამოდის და დამცავის ფუნქციას აღარ ასრულებს. ამაგერო დიზაინი ბევრად უფრო სად და დახვეწილი და ლამაზი ხდება რა და ნავი შეწეული ლინზა აქვს დაშვება როგორც ხედავთ თან ZDP-ს აგრესიული ჭრა და სასწაულად გაჭრის ეს დანა რა. ასევე 65-67 როკველი, ნუ ეს უბრალო რიცხვები არა, ძალიან ბევრ ამაზე მეტყველებს მოკლედ და ვფიქრობ ეს ერთ-ერთი ისეთი სანიმუშო დანა. შემდეგი გადავიდეთ ახლა ესეთ ულამაზეს ფიქსებზე, ამ დანაზე ბევრი ვიფიქრეთ, მე და გიო მღირდარელი და მე ვამბობდი რომ გვინდა ეს დანა აუცილებლად, იმიტომ რომ მომწონს ხოლმე ცოტა განსხვავებული დანები და უკვე სურათშიც რომ იგრძნობოდა მაღალი ხარისხი, გიო ცოტა თავს იკავდა, მაგრამ საერთო ჯამში შევთავთით მოკლედ და ჩამოვიტანეთ. ხო, ამ შემთხვევაში კი გიო. რა ვიცი, იმედია თქვენს დამეთანხმებით და მოგეწონებათ რა. მოდი დააკვირდით მისი ლამაზეს, დანარჩენს მე მოგახსენებთ ის დამუშავებასა და ხარისხზე რა. ნემოტო და Sakura Blade-ის ერთობლივი დიზაინი არის აქაც, საგან ყუცეც არის თვითონ დანაზეს დატანილი. რავი, მოკლედ დანას რომ აკვირდებით თვითოეულ დეტალს მის დამუშავების ხარისხს, აი გვერდების ეს გადამრგვალება, აი ეს ჩაჭრები, ულამაზესი ფეთ კარბონის სკეილები, რომელიც ცალ-ცალკე არის 1 2 3 4 სკეილი გამოდის და დაშორებული ერთმანეთთან უკლეს მსგავსი დიზაინი ძალიან იშვიათია და არ ვიცი არ მგონია სადმე შეგხვდეთ რა. კარბონების შიგნით კიდევ აქვს ჩაყოლებული ესეთი ფირფიტები. ფოლადი ამ შემთხვევაში ZDP Sunmei გვაქვს, პრემიუმ კლასის რა თქმა უნდა, აღარ დავიწყებ მაგ ფოლადის საუბარს, სიგრძეზე სატინი აქვს დანას გაკეთებული და თავისი აი ამ კარქაშთან ერთად და მის გარშეც რაღაცა ჩემი აზრით სრულყოფილებაა და საოცარი დანაა რა მოკლედ მე პირადად აღფრთოვანებული ვარ და ძალიან მომწონს და იმედია ბევრი თქვენგანის დამეთანხმება რა. მოკლედ დიდი რეკომენდაციები ჩემგან რა მცირე ზომის გენიალურ დანას. კარგი, აღარ მინდა ბევრი ისაც ძალიან მომწონს და მე საუბრობ ხოლმე და ამაბადიეთ. შემდეგი მოდელი დავეშვათ ისევ მიწაზე და ჩოკ მინი უნდა წარმოგიდგინოთ, რომელიც ჰქონდა ჩვენ ადრე ყავისფერი მიკარტით, ახლა ესეთი ხაკისფერი მიკარტის დარით ჩამოვიტანეთ, ფოლადი ამ შემთხვევაში SLD Magic-ი გვაქვს და ესეთი სადა, მარტივი და ესეთი მაგარი Kydex-ის კარქაში გვაქვს მეგობრებო. მცირე ზომის, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც neck knife-ად, ასევე აქვს კამარზე დასამაგრებელი კლიპი, მოკლედ საინტერესო და კარგი ტიპია ეს ცუბუქი პატარა ზომის, ვისაც პატარა ფიქსები უყურს, ვფიქრობ ძალიან საინტერესო. კიდევ ჩამოვიტანეთ სამზარეულოს დანების გვინდა და გაგვეტესტა North Mountain-ის და ეს მაგარი მოდელის ჩამოვიტანეთ, ცოტა დიდი ზომის, წონაც საკმაოდ აქვს, რომ რაღაცა იყოს ცოტა ჩაკეპვა, დაჭრა, რაღაცა უნივერსალური ტიპი ავარჩიეთ რა. სხვა მოდელებსაც ჩამოვიტანთ შემდეგზე აუცილებლად. ეხლა ეს საცელად გვინდოდა და ესეთი ეგზოტიკური ხისტარი გვაქვს და ფოლადი გერმანული 41-16. მოკლედ ძალიან საინტერესოა ვფიქრობ ეს დანაც. აუცილებლად მაგრად იმუშავებს დარწმუნებული ვარ, უნდა გაიტესტოს და უნდა ინახოს რა.
მაგარი შეფუთვა აქვს, წითელი ბარხატი აქვს გამოკრული, მოკლედ კაი ტიპია, ესე სასაჩუქრედო ოჯახისთვის ახმარად ძალიან პრაქტიკული და მაგარი დანა. ახლა ამ ნორსებთან ერთად რამოდენიმე სხვა დანამოც ჩამოგვისწრო და ისიც მინდა რომ გაგიზიაროთ, როგორც ვიცით, ჩებურკოვის წარმომადგენლებიც ვართ ჩვენ საქართველოში და ბევრი კარგი მოდელი გვაქვს მათი და ახლა 3 დანა დაგვეწია და მინდა რომ გაჩვენოთ რა ეს დანებიც აგერ პირველი მათგანი არის ლიდერის პირველი ვერსია დიდი ზომა, მე უკაცრავად ვორონი, ჩებურკოვის დიდი ზომა, პატარაც გამოუშვეს მაგრამ ეს პირველი ვერსია ესეთი მაგარი ამდირებული ტიტანის ტარითა და ZDI დამასკოს ფოლადით. საინტერესო დანა რაღაცა იმას შედევრია რა ხელოვნების ნიმუშია ჩემი აზრით ეს დანა და სხვადასხვა კომბინაციებით ეს ყველაზე არა ერთ-ერთი სადა და მარტივია. სისადეოშიც არის თავისი ლამაზი რა თქმა უნდა, მაგრამ ეს თავისი ნახატებით, ჩართულობებით, კარბონის სკეილებით, ისეთი ბევრი ვარიანტი გამოდის. ეს დანა ესეთი სადა, მაგრამ ვფიქრობ გამეორდები და გენიალური და მაგარი ვორონი მექანიზმზე და მის ხარისხზე საუბარი აღარ არის და აღარ დავწრიმანდები მოკლედ. შემდეგი მოდელი ZDI დამასკო იყო როგორც გითხარით თავის ხო არ გამოჩა უჟანგავი ZDI დამასკო გვაქვს. შემდეგი მოდელი არის მეგობრებო უძონი. ამ შემთხვევაში გვაქვს ფოლადი L-Max-ი, ტარი, ტიტანი, თხელი, მსუბუქი, დიდი ზომისა ეს დანა საკმაოდ, მაგრამ ძალიან მსუბუქია და ქარიზმატული ხელში რომ დაიჭერ, მაშინ რაღაცა დანდადებით და ისეთ ემოციას იძლევა რა. ასევე სადა და დახვეწილი ტიტანის ეს ცოტა გადაბურცული დამუშავება, ყველაფერი ძალიან კარგ განწყობაზე აყენებს ამ დანის მეპატრონეს და ასევე შემდეგი გენიალური მოდელი სტრიჟი Swift-ი იგივე ნამგალა, მისი თავისი ქარიზმით. მოკლედ ამ დანამ ჩვენს და ჩვენი მომხმარებლები ძალიან გადაგვრია რა ცოტა ისე რომ თქვა და კარგ განწყობაზე გვაყენებს ყოველთვის ეს დანა. სადა, მარტივი, პრაქტიკული და გენიალური ასევე. და დღეისთვის მეგობრებო, კიდევ 2 ახალი დანა უნდა წარმოგიდგინოთ. Acorn-ის ზოლინგენში გერმანიაშია დამზადებული ეს დანები, ტიტანის ტარი აქვს, აი ესეთი მაგარი ტექსტურებითა და შესრულებით. მოდი ორივეს ერთად გაჩვენებთ თქვენის ნებართვით და შევადაროთ ერთმანეთს, იმიტომ რომ დანარჩენი ხარისხი, ფოლადი, ყველაფერი ერთი აქვს, განსხვავება არის მხოლოდ აი ამ ტიტანის დამუშავებებში და ვფიქრობ ძალიან მაღალხარისხიანი, განსხვავებული, ამიტომ მოწეს ეს დანები რო არ არის ჩვეულებრივი სტანდარტული ლაინერ ლოკი აქვს ჯამკეტი სისტემა. აი იქ ფიქსირდება გახსნისასაც დაკეცვისასაც ერთი შეხედვით არ აქვს სამშვენისის დასაკიდნი, მაგრამ აი ეგ დამალულია, გამოვაჩენთ, შეგვიძლია დავკიდოთ და რაღაცა გავამდიდროთ ეს დანაკიდო თუ არა და შევნიღბოთ და დავტოვოთ ისეთი სადა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მცირე ზომის პირზე სატინია დაშვება, მაგრამ სატინი ცოტა სხვანაირია და რაღაცა მაღალტექნოლოგიური გაკეთებულია, ვფიქრობ, ხელით არ უნდა იყოს ეს შესრულებული და რაღაცა განსხვავებულია. ისევე როგორც ტიტანის ტექსტურაც რა. და საინტერესო დანებია, მოკლედ, მცირე ზომის, სადა, დახვეწილი და რაღაცა ისეთი საყვარელი დანებია ესეც. დღეისთვის ეს იყო მეგობრებო, ჩვენი სიახლეები. ავიცი, გამოგვიწერეთ TikTok-ზე, Facebook-ზე, უკვე Instagram-იც გავაკეთეთ, ნელა-ნელა ვამუშავებთ და შემდეგ მის ლინკსაც შემოგთავაზებთ აუცილებლად და YouTube-ზე რა თქმა უნდა, გვადევნოთ თვალყური, ბევრი კარგი სიახლე გვექნება კიდევ ახლო მომავალში და ყველაფერს გაგიზიარებთ ხოლმე. ახლა კი დროებით დაგემშვიდობებით.